მცხეთაში რომ მოვიდნენ მოკალმასები, ივანე გახარებული იყო. რა თქმა უნდა, ის ელოდა საქართველოს ძველ დედაქალაქთან, სვეტიცხოველთან, საკათალიკოსო ტახტთან შეხვედრას და ასეთი რა ქვია, განწყობა ქონა ამაღლებული რა ქვია. ამის საპირისპიროდ ზურაბა ფიქრობდა, რომ მცხეთაში ისინი ყველა მოვიდნენ, ვერც ვერაფერს იშოვნიან, ღამესაც ვერ გაათავდნენ, მშივრებიც დარჩებიან. ასეთი ის ქონდა დამოკიდებულება თავიდანვე, რაც დაიწყეს, რომ არ გვინდა მცხეთაში, არ გვინდა მცხეთაში, კარებები გამოხურულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მცხეთაში მათ მაინც იპოვეს კაცი, რა ქვია, ასე რომ ვთქვათ, მთავარი კაცი ვინც იყო მაშინ, იქა გლეხებში გამოიკითხეს და ნახეს ბეცია გედევანიშვილი. ბეცია გედევანიშვილი მაშინ მსახურობდა მცხეთის მოურავად. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იყო მისი გვარის ერთადერთი წოდება, გედევანიშვილები არიან მოდგმითი სვეტიცხოვლის მცველები და კათალიკოსის სარდლები. შესაბამისად ამ გვარს აქვს ძალიან დიდი ისტორია მცხეთასთან დაკავშირებული. როგორც ჩანს და როგორც მე ჩვენმა ისტორიამ გამოაჩინა, ეს ბეცია იყო ალბათ ბოლო სარდალი, იმიტომ რომ რუსების შემდეგ ეს ყველაფერი გაუქმდა. საინტერესო ამ შეხვედრაში ის იყო, რომ ბეციამ რა თქმა უნდა უთხრა, რომ ჩემთან წავიდეთ, ვივახშმოთ როგორც არის და როგორც ხდებოდა ყოველთვის მაშინ საქართველოს, მაგრამ მას აინტერესებდა თვითონ სვეტიცხოვლის ისტორია და სვეტიცხოვლის ამბები, რაც განსაკვირი იყო სარდლისგან. ივანე მუთხრა კიდეც რომ ორ კათალიკოსთან გიმსახურებოდა, მე მეკითხებიო ასეთ ამბებს, რამე მეცნიერება რაც არ შეისწავლეოდა. ამაზე ზურავამ გაიცინა, რა ჩვენ კათალიკოსებთან ხალხზულია, იმათ რამე ესწავლათ. ნახევარი საქართველოს მეცნიერი იქნებოდა. ასე გამოვიდა. და ივანე მოუყვა იმას, რა ქვია, მოკლედ აი სწორედ ამ სასწაულმოქმედი ხის ამბავი. თქვა რომ ეს იყო კიპარისი ჩვენებურად სარო და ეს ვიცით ყველა ქართველმა ეს ისტორია როგორ მოჭრეს ეს ხე და იქ აშენებდნენ ტაძარს და ხე არ დაეშვა მიწაზე და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით ესე უთხრა ეს ივან გაიდგა ისე ხელახლა ფესვები და მერე ამ ხისგან გაუკეთებიათ სამი ჯვარი, სამი სასწაულმოქმედი ჯვარი. ერთი დაუდგა ჩაჭვის ეკლესია, ეხლა ჩვენ მცხეთის ჯვარს რო შევხედავთ, ერთი იქ იდგა, მეორე თოთის მთაზე უღელტეხილზე, სადაც მირიან მეფეს სანადიროდ ყოფს მაშინ წმინდა ნინოს დროს დაუბნელდა მზე და მერე ისე მოვიდა ნათელი და მესამე კი წამოვიდა უჯარმაში კახეთში. ეს სამი ჯვარი რა თქმა უნდა ხვდებით ჩვენ რომ იმ დროისთვის უკვე აღარ არსებობს, მაგრამ არსებობდა ეს ისტორია რომ ამ ჯვრებისგან მერე კიდე გააკეთეს პატარა ჯვრები, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველო დაიშალა და სამი სამეფო შეიქმნა რა იმერეთში, ქართლში და კახეთში და ყველამ თავისი ასე ვთქვათ წმინდა ნაწილი თუ სასწაული თუ წმინდა ჯვარი წაიყო იქით. ასე წაიღეს იმერლებმა ჩხარში ეს. ასე მოუტანიათ თელავში ჯვარპატიოსნის ეკლესიაში ეს რა ქვია ერთი ასეთი ჯვარი. ერთიო ჩოლოყაშვილებსაც ჰქონდათ აი ბოჭორმის ჯვარი რა ქვია. ეს ყველაფერი მოუყვა. მაგრამ ბეცია კი ინტერესით, მაგრამ თურმე სხვა შეკითხვებიც ჰქონდა, ხა უცნაური კი არა, ასეთი მოურავი იყო და მომხელე და აინტერესებდა რა შეეძლო მას რომ დამატებითი მიიღო რა ქვია მცხეთაში, იმიტომ რომ მცხეთა იყო მართლა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ლეკებისგან გადანჯული და ესეთი მიტოვებული ადგილი და ამიტომ მის მოურავობაც დიდი არაფერი შემოსავლიანი თანამდებობა არ იყო და უჭირდა ამ კაცს და უთხრა რომ აიო მცხეთის ხიდზე მაგალითად მებაჟეები დგანან აქეთ იქითო აქ ეს ორი კოშკი იდგა მაშინ ხა მე კიდევ იქ არაფერი არ მხვდებოდა როგორ შეიძლება მოურავს არაფერია შეხვდეს აქედან ივანე მაუხსნა რომ ეს ყველაფერი ლეკიანობის ამბავი იყო და ეს ხიდიც და ეს კოშკებიც ერეკლეს როგორღაც აღედგინა, იმიტომ რომ საგურამოდან რომ ამოვიდოდნენ რეკები შეკრავდნენ იქით ძექვს აწყო ყველა მხრიდან მოკლედ. ამ ხიდს ვერ გადმოვიდოდნენ, არაგზე გადმოდიოდნენ დაბლა და დიდი წვალება იყო მოსახლეობის და ამიტომ ეს გუშაგები რომ შეენახავ ერეკლემ დააწესა ბაჟიო ქართველებზე და შესაბამისად მცხეთაც უფრო დაცული იყო მე შედარებით რა ქვია. კი, მაგრამ იქო სხვა საბაჟოც არისო, ამან უთხრა და ეგო კიდევ შენი ეკლესიის აღსადგენის საბაჟოა, რა ექნა ამ ეკლესიის ფული არ ქონდაო და ამიტომ ეს. ამას წაყვნენ, წამოყვნენ და მოკლედ ივანე უთხრა შენ არაფერი არ გეკუთვნის აქედან. ტყუილად ცდილობო რომ რაღაცა შეგხვდესო და არ ყვევ ამასო, ჯობიაო შენ საქმეს შენ სარდლობას და მოურავობას მიხედო და ეწყინა გედევანიშვილს და დაუძახა მოსამსახურის ბიჭო აალაგე ვახშამიო და გამოყარა ესენი სახლიდან. ისე რომ არც დასაძინებელი დასაჯმიდა. ზურავამ უთხრა, ხო გითხარი მე შენ მცხეთაში დარჩენა არ იქნება არაფრით. აბა მაგის გამო მე ტყუილს ვერ ვიტყოდიო ახლა ეს წესიერი კაცი იყო და შენო ვეღარ გაიგეურო საქართველოში პირმოთნეობის გარეშე ჭადსაც არავინ მოგაწოდებს. ზურავამ უთხრა გამოვიდა და დაიწყეს ღამის გასათების ძებნა. საბედნიეროდ ღამით მარტო არ დარჩენ
ქუჩაში და ერთ მომცხეთელმა შეიფარა ივანეც და ზურავაც. უახშმოდ შეიფარა, მაგრამ დააძინა და ვახშამს ვინდა შიოდა, მაგრამ დილა გათენდა უკეთესი და საინტერესო. ამ მცხეთელს ჩამოვიდა სიძე სტუმრად. როგორი არა იმან ღამე არ ვიცით ხე ჩვენ, მაგრამ ჩამოვიდა და სიძეს თან ქონდა წერილი, ქვათახევის წინამძღოლ დოსითეოსისგან და გამოგზავნილი იყო თურმე პირადად ივანეს საძებნა. წერილი გადაცა, წერილი შეწერა ივანესთვის სასიხარულო და კაი ამბავი, რომ მოდი რაო მაგ ქართს მიანებე თავიო და კახეთში წადიო. სტულობა არისო, თველი, ანუ ჩვენებურად რო ვთქვა დღევანდელ ენაზე რთველი და ეგებ ცოტა ღვინო იშოვო მონასტრისთვისო, იმიტომ რომ ვენახი მოგეხსენება ახალი ჭაყრილი გვაქვს და ღვინო არ გვექნება მთელი წელი, წელს არაფერი არ გვექნება. ივანეს გაიხარდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩემ მამულს ნახავ ვაქირში ჩავალო ისე როგორ იქნებოდა, ხო? გაიხარეს, მაგრამ გაიხარდა სახლის პატრონსაც. სიძის გამოჩენა ასეთ მოულოდნელი და კათამი დაკალავდა გოჭიძე წააკლავ. ჩვენ კი პირიქით ვამბობ, მაგრამ მაშინ ეგრე მოხდა. აიო, ივანემ, ღმერთმა მშერი არ გაგვიშვა კახეთში. ნახე როგორი საუზმე გვექნება. ზურავამ ხო აბა სიძე არ ჩამოსულიყო, დაგანახებდა ღმერთი როგორ წახვიდოდა კახეთში. ასე თუ იყო ისე ეს გაამზადეს, რა ქვია, საჭმელი და ამ დროს ამ სახლის პატრონმა სიძეს უთხრა, რომ მიდი ერთი კარები დაამცხეთურეო. და იმან მიკეტა ეს კარები სწრაფად და დასხდნენ საჭმელს და ივანემ თქვა დამცხეთურება რა არისო? დამცხეთურება გეტყვი რაც არის, ეს არის მარტო მცხეთელების სიტყვაო. ეხლა აღარ ვიცი რომელი კათალიკოსის დროს იყო ეგ ამბავი, მაგრამ ერთიც იყო რომ ყველიერშო თევზი საერთოდ ვერ დავიჭირეთ. ერთ აქეთ, ერთ იქით, ერთ დინარეში. მაინც ორშაბათ დილას მოვიდა თევზიო და რამდენიმე ორაგული დავიჭირეთო, მაგრამ უკვე აღარ შეიძლებოდა. კათალიკოსმა თქვა რომ ეს ხალხი მეწოდებაო, გასო ყველიერი ესე გაიარესო, რომ ისო და წირამხელა მარხვაო და შეგვიყვანაო სატრაპეზოში. ყველა ფანჯარა დაგმანაო, ყველა კარი ამოგმანაო. და თქვა დასხეთ ხა ჯამეთ ეს თევზი. ამას ვეძახით ჩვენ მცხეთელები დამცხეთურებას. ანუ ჩუმად წყნა წყვის დაუნახავთ. ასე იყო, ისე იყო, მიიღეს ეს მშვენიერი ტრაპეზი და გასწიეს მარტყოფისკენ. მერე კიდე უკვე წინ იყო კახეთი, სადაც ახალი საუბრები დაიწყო. აბა კახეთიო და ამოეშურა. კი მოვიდნენ საღამო ჟამს ხაშმში მოვიდნენ. ხაშმში მაშინ როგორც ჩანს იყო ძლიერი მონასტერი. ივანე მიცოდა და ზურაბას უთხრა რომ წადე ხა წინამძღვართან და უთხარი რომ ესე და ესე სახლი რამე გაგუჩინონ დასაძინებლად. საჭმელიცო. ზურაბა მივიდა და ეს ზურაბას ყველა იცნობდა და წინამძღვარმა დაინახა და გამარჯობა ქრისტეს ვენახის ნასხლებო ესე უთხრა. ზურაბა ხო გადანათლული იყო გრიგორიანად და ვითომ ეხა აიო ვენახს აღარ ეკუთვნია, უკვე ძირს აგდიხარ ნასხლები ხარ. ზურაბამ უთხრა მეო ისეთი ნასხლები გამოვდექიო, რომელმაც ნაყოფი წამოიღო და მტევანიც მოისხაო. მეო მართლმადიდებელი გავხდიო და მოვინათლე. გაეხარ და წინამძღვარსაც გადაკოცნა კიდეც ყოჩაყო, კარგად მოგცეუხარო. ზურაბამ უთხრა და რატომაც იყო მოსული, ხვათახეველი ლიპოდიაკვანი მახლავს ვიზეთ ნასწავლიო და უნდა მოგვეხმარო ხამე გაგვათევიო. იგი ამან თქვა სახსაც გაგიჩენ საჭმელსაც ოღონდ ეხავ ლოცვები მაქვს წასაკითხე შენ დამელოდეო და ეს კი აღარ მოეწონა ხა მოგზაურს და უთხრა თქვენო იმ სიგრძე ლოცვები იცითო სახლის გაჩენას რა უნდა უცბად გაგვიშვი გვაჯამეო და მე შენ მთელი ღამე ილოცვეთ უგინდაო. ამას წინამძღვარმა შენ გონია ტყუილად მობრუნდი ჭეშმარიტ რულზე უთხრა, მაგრამ ასე იყო ისე იყო და სახლი მისცა საღამოს მივიდნენ ვახშმად. ხა ივანე რო ნახა წინამძღვარმა თვითონ დიდი ნასწავლი და ესეთი კაცი იყო და დაუწყო გამოკითხვა ბერობაზე, ცხოვრებაზე, ქვათახევში ახალი აღდგენილი იყო მსახურება ესა. მაგაც სხვათა შორის კავთისხევში ჰქონდათ პატარა ეკლესია და უმეტესი იქ იყვნენ თავიდან, იმიტომ რომ უჭირდათ მაღლა თავის შენახვა, ხო და უფრო ახერხებდნენ, მაგრამ ეს აღორძინება ხო მაინც დაწყებული იყო, ხო და მერე კითხა აბა ანგელოზი რა არისო და ივანემაც მოყვა რაც იცოდა ანგელოზის შესახებ.
ანგელოსნი არიან არაარსისგან ყოფისა არსად შექმნილი ღვთისა მიერ, რომელნიმე გვარნი უუსრულესნი სულთა, მარტივნი და სავსე არსებანი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, რომელმან შექმენ ანგელოსნი შენლის სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ღმერთმან შექმნა საკუთრად მონებისა, მსახურებისა და ქებისათვის თვისისა, რომელიცა თანამდებობ არიან აღსრულებად ყოვლისა ქვეყანასა ზედა ბრძანებისა ღვთისა. კარგად გისწავლება მოეწონა წინა მწყავს და სხვაც ბევრი კითხა და იოანემ ეშმაკზეც უამბო. ბოროტნი იგი ანგელოსნი ღვთისგან კეთილად შეიქმნეს, რამე თუ ღმერთმან კეთილად ქმნა იგინი, არამედ იგინი ნებსით თვისით იქმნეს ბოროტ, ვითარცა ხწამებს უფალე ჩვენი მთავართა მათთვის, რამე თუ იგი კაცის მკვლელი იყო დასაბამიდან და ჭეშმარიტებასა არა დაადგარა და ჭეშმარიტებისა არა არს მას თანა. წინამძღვარი კმაყოფილი დარჩა იოანეს სმენი და თქვა, რომ ამასო ნამდვილად ერგება ის ღვინო, მე რომ მაქო ეხო მარანშიო და გაგზავნა თავის მეღვინე ბიჭი და უთხრა პირჯვრის ღვინო ამოიტანე, ის უნდა დავალევინო. ის ქვევრი მოხდა. მოიტანა ბიჭმა ღვინო და იოანემ ადღეგძელა ფეხზე წამოუდგა წინამძღვარს და დალია ეს ღვინო პირჯვრის ღვინოთ წოდებული და მართლა საოცარი და კარგი იყო და წინამძღვარმა კითხა, აბა თუ იცი რატო ქვია ამასო პირჯვრის ღვინო? ახლა იოანე ხო იცით როგორი კაცია, წესიერი, რაღაცა სულ ფიქრობს, ანუ თავისი რწმენიდან გამომდინარე და კუთხიდან. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მეფეებიო და დიდგვაროვნებიო ისეთი მორწმუნე ხალხიაო და კეთილიო, რომ ასეთ რო ჩამოივლენ და ასეთ ღვინოს გაასინჯებო, ან გაუგზავნიო, უფრო ეს ამოვნებათო პირჯვრის ღვინო რო ქვიაო. და იმაზე გაეცინა ამ წინამძღვარს და ეზე უთხრა, რომ შორსახარ, ეს გამოთქმა არის ძალიან თავისებური გამოთქმა რა, რა ქვია. ეს ბევრი რაღაც იმას ცხოვრების ვითარებას ესადაგება ხოლმე. ამ შემთხვევაში უფრო ეუბნება, რომ ვერ გამოიცანიო, მაგრამ ეს გამოთქმა გულისხმობს პასუხს, რომ არც გეტყვიო რა ქვია. აი აქ რა მოხდა იოანე უცბად რა ქვია, ასე ცოტა არ იყოს და აი ჯაგრა წინამძღვარს და უთხრა, ეგ არ არისო მონაზვნის საქციელიო, რასაც შენ ახლა აკეთებ, რომ აქ იგულისხმა ალბათ, რომ მან არ აუხსნა, რატო დაარქვა ამ ღვინოს პირჯვრის ღვინო. იცი რას გეტყვიო წინამძღვარმა უთხრა, აი ამ სოფელს ხო უყურებო, ამ სოფელსო წისქვილიც მე აუშენეო და ვენახებიცო და ძალიან მივეხმარეო, ანუ გადავარჩინეო. ახლა თვითონ რომ ჩემი მონასტრისთვისაც რამდენი მიწები ვიშოვნეო და შევიძინეო და იმას ვქინე. სხვანაირად უბრალოდ თავს ვერ გადავირჩენდიო რა, რა ქვია და აქაურ ადგილიც უფრო გაპარტახებული იქნებოდა ხო და მერე ამან უთხრა, ეგ არ არის კაი საქციელი, აქედანო გლეხები გააწვალოო და ისინიო და გაყარო და ესა. წინამძღვარმა აუხსნა რაშიც იყო საქმე, რომ იცი რას გეტყო, მეო საერთოდ ეს საერო საქმე არ მიყვარსო. არანაირად არ მიყვარსო. იმიტომაც გავხდიო სასულიერო კაციო და ბერიო, მაგრამ აი ესე როცა ესეთ ადგილ იმას ჩაგაბარებენო საქმესო გიწევსო და შემოდიხარ ისე ამ საერო საქმეში და აკეთებო, ყიდულობო, ყიდიო, რა ქვია, იქ ვიღაცას უნდა გამოართო, იქ ვიღაცას უნდა ეს საქმე კარგად გამომდისო, მე არ მსიავნებო, კარგად გამომდისო უთხრა. სხვანაირად ვაქო ვინ გამაჩერებდაო და თან კიდევ მე ხო რამე დიდგვაროვანი არა ვარო, გლეხი კაცი ვარო და აი ეს საქმის კარგად კეთების გარეშე ღირსებაც ვამავი. რა ღირსება უნდა მქონდეს მე. ეს იოანეს ეწყინა რა თქმა უნდა. თვითონაც არ იყო დიდი თავადიშვილი და ისა. ასამობო კაცო ღირსებაო მოყვებაო თავის ბუნებიდან რა ქვია, ასე მოპოვებული ღირსება. მოკეთ უცბად ატყდა ისა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვითარება გადაარჩინა თვითონ ზურაბა, რომელმაც უთხრა, მე ხო კაცო გავქრისტიანდიო, მართლმადიდებელი გავხდე. მეც დამალევინე ერთი პირჯვრის ღვინო რა. ხო კარგიო წინამძღვარმა ამასაც დაუსხითო და ზურაბამ დალია და როგორც იცოდა ამაზე ამბორი ცოტააო და წამოდგა და სრული მეტანია გაუკეთა წინამძღვარს. ამ ღვინის დაწურვისთვისო არ ვიცი მე ეს კაცი რას გეჭხუება. დიდი მადლი გერგება შენ. ასე იყო თუ ისე რაღაც სიმხიარულეში რა ქვიან კი გადავიდნენ ხო და მერე გამოისტუმრა რა ღამე დარჩნენ იქა და მოისვენეს რაღაცა დიდ კიდე ამ წინამძღვარმა კაი საუზმე გაუმზადა და წამოვიდნენ უკვე მოდიოდნენ კახეთის გულისკენ და ეს წამოვიდნენ გომბურზე და ქვემოთ კიდე ელოდებოდათ მაგათ თელავი და კიდე დიდი ახალი სიამოვნება და სიხარული თვითონ იოანესთვის, რომელიც მონატრებული იყო თავის მშობელ მხარეს და ესე გააგრძელეს გზა.
მოვიდნენ თელავს და ივანე ისევ გახარებული იყო. თელავში პირველი მისამართი რაც ჰქონდა, ყოველთვის ის ჰქონდა. ადგილი სადაც თვითონ ისწავლა და გაიგო უამრავი რამე. ეს იყო თელავის სემინარია, რომელიც მოდგმული იყო ბატონის ციხის ჩრდილო კედელზე და იქ კი ჯერ კიდევ რექტორად იყო თუ მოვალეობას ასრულებდა დავით ალექსიშვილი, მესხიშვილი. შემდეგ აქედან ალექსი მესხიშვილი რა ქვია, უცნობილესი კაცი. მოვიდნენ სემინარიის კართან და იქ მოწაფეები იდგნენ. ეს სასიხარულო სურათია უკვე იმ დროის რა ქვია საქართველოში და კითხა რომ დავით რექტორი აქ არისაო. კი ბატონო ბრძანდება და სურაბა გარეთ დატოვა და თვითონ შევიდა. ეს თელავის სემინარია უკვე 20 წელიწადი იყო რაც არსებობდა და იყო ერთ-ერთი რა ქვია კარტამტეხი და მნიშვნელოვანი ადგილი იმ ერეკლეს დროის საქართველოში თბილისის სემინარიის მერე. მანამდე თელავში ჯერ კიდე რა ვიცი ერეკლეს ახალგაზრდობაში როცა ერეკლე მარტო კახეთის მეფე იყო ისედაც არსებობდა ფილოსოფიური სკოლა მაგან დაარსა მოიყვანა ტერფილიპ ყაითმაზაშვილი და სხვები და თელავში ცდილობდნენ რაღაც მეცნიერება იმ დროის მსოფლიოს რაღაცა მოწინავე ამბები წამოეწიათ წინ ახალგაზრდები მოეძ ეს არის აქ იყვნენ სასულიერო პირებიც და არასასულიერო პირებიც აქ ანუ პირველად აქ ჩდება რაღაცა პროფესიონალი და მრავალმხრივი მეცნიერის რა ქვია სახე საქართველოში ხა იადრეწული იყო ეს ხომ არა ასე ორგანიზებული სახით მოწადინებით წიგნების თარგმნით და ასე შემდეგ სწორედ ასე ერეკლეს დროს ამ დროს ანტონ კათალიკოსი ერეკლეს ბიძაშვილი და ისე კი ორივე ერთმანეთს ძმას ეძახდა წერილშიც და ასე სახალხოთაც ანტონ კათალიკოსი რო იყო 7 წელიწადს რუსეთში ასე ვთქვათ გახიზნული ის ხო გადააყენეს და მერე ერეკლემის დაუბრუნა ხო აი მის მობრუნების მერე ეს ყველაფერი ახალი ძალი და ის თვითონაც იყო მთარგმნელი და რა ქვია უამრავ წიგნს სახელმძღვანელოებს წერდა და თარგმნდა უფრო რუსულიდანაც იქაც რუსეთში ბევრი ისწავლა იყო რა ქვია ეპისკოპოსი მაგრამ რა ქვია ძალიან სწავლის კაცი იყო და მოწადინებული რომ ქართველებს ესწავლა. აქ არ ქონდა მნიშვნელობა ამ მოსახლეობის ფენებს სიმართლეები თქვას რა ახლა. იონა ხელაშვილი რომელიც თავადიშვილი იყო ხო რომ ისწავლა. ეს იყო ძალიან ესეთი დამახასიათებელი ამ ქართული სემინარიების რა აი რუსულისგან განსხვავებით. კი გეგმებს რომ ადგენდნენ რუსულის თარგზე ადგენდა ანტონი ის ქონდა ნანახი. მაგრამ მან ქართული ის შევიდა რა ქვია ეს ყველა წოდების ხალხი იყო რა ქვია. ასე იყო ჩვენ სამღვდელოებაში სხვა არ იყო სავალდებულო რომ აუცილებლად რა ქვია თავადები და დიდგვაროვნები ყოფილიყო და ასევე იყო საინტერესო რომ ბევრი ასე რომ ვთქვათ საერო საგანი ისწავლებოდა ამ სემინარიაში და წერდნენ და თარგმნიდნენ დიდი მოწახა ანტონ კათალიკოსმა ვიცით ჩვენ რაც ქნათა ეს სკოლასტიკოსი იყო ეს იყო მაგრამ მაგენმა მაინც პირველად რაღაცა აი ამ ევროპულ იმაზე გავიდა რამაც მე მოგწა უფრო ესეთი ფიგურები დავით ბატონიშვილი და ივანე ბატონიშვილი და ძმები საერთოდ ეს რა ქვია გიორგი მე-12-ის შვილები, მაგრამ შთამბეჭდავი ფიგურა, როცა თელავის სემინარია გაიხსნა, რა თქმა უნდა, იყო მისი პირველი რექტორი, გაიოს რექტორი, რა ქვია, ვაგოშვილი, ესეც კიზიყელი კაცი იყო რა. ვაგოშვილი გვარად ამოდენ ბარათაშვილი. ეს იყო მაღალი, რა ქვია, ესეთი ომახიანი კაცი, დიდად გამცდელი, დიდხანს არ იყო რექტორი სამწუხაროდ, რა ქვია, იმიტომ რომ იმდენი საქმის კეთებელი კაცი იყო და ისეთი ნასწავლობის და სახელმწიფოსთვის საჭირო მაგალითად ამ ტრაქტატს რო დებდნენ გიორგიევსკი ეს იქ ძალიან აქტიური მონაწილე და ასე რომ ვთქვა ტექნიკური საქმეების კეთებელი იყო ისე რომ რუსებს მოეწონათ გაგიჟდნენ რა ქვია ეს პატიონკინისის ხო იყო და მე თვითონ პატიონკინს და ეკატერინე მეორეზეც კი მე რო წავიდა იქ რუსეთში დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ისე რომ ეპისკოპოსად აკურთხეს და უკან აქ ჩვენკენ მოსდოქში გამოგზავნეს. იქ აქონდა მაგას ქართული სტამბა და ისე ბევრი სქვნელი კაცი იყო საერთოდ, მაგრამ ბევრი იხეტიალა ამ რუსეთის იმპერიის იმენზე. იყო ესეთი იონა არქიმანდრიტი და ის შეხვდა იასაში რუმინეთში, გადაეყარა ეს იონაც მოგზაური იყო და როგორ გადაუკოცნეთ ერთმანეთიო ტირილი დაიწყო და ეს ამხელა კაცი რომ ნახევა ატირებული რა რაგატირებს უფრო ხარი ესე ვინა ვარ და სად შევიყრებით ხოლმე ქართული რა ესეთი რა ქვია მაინც ჩვენებური დრამა წასულების და იქ რო კარგად გამოგეს იყო მე უკვე აი მე ბოლო 10 წელიწადს ამ სემინარიაში რექტორობდა სწორედ დავით რექტორი ესეც იყო ბევრი სკნელი კაცი ფიზიკიდან რა ქვია რიტორიკა ყველაფერს ასწავლიდა ესეც იყო ამ ჩვენი რა ქვია
ასეთი მეცნიერების რა ქვია დამახასიათებელი ყველაფერზე ყველაფერი უნდა ეკეთებიათ რა გამო ეს მაგალითად კალიგრაფიც ძალიან ესეთი იყო რა ქვია დარჩენილია მისი ულამაზესი და რაღაც საოცარი მოხერხებულობის ხელფასებიდან უამრავი წიგნია გადაწერილი მაშინ აი პარალელურად ამ სტამბის არსებობისას და უამრავი სახელმძღვანელო დაწერილი გადმოთარგმნილი ყველაფერს თან რაც კი აი მაგალითად ყველაზე ცნობილი მაგის ის არის მაგალითად ცნობილი როგორ რა ხა მნიშვნელობით შეიძლება მაგრამ როცა გაჩნდა პირველად საჰაერო ბურთები ევროპაში ამ მონგოლფიების და იმის და სომხებმა თარგმნეს ვენეციაში ეს წიგნი და მე აქ თბილისემო ტერ დავით ტეროჰანეს ამან თარგმნა სომხურიდან ქართულად და დავით რექტორმა იკითხა ეს წიგნი და მეფისთვის მისაწოდებელი დღესაც არსებობს ეს წიგნი შენახულია ჩვენთან მასთან აი ეს ქართული არ მომწონსო ვერ გაიგებს კარგად მეფე და ხელახლა ესე იგი რედაქტირებასაც კი აკეთებდა ესე ჰაერთა შინამ როკავი ქვია ამას რა თქვა ესე წაში მოცეკვა ასეთი კაცი აი აქავე გაატარა თავისი რაღაცა წელიწადი თუ 2 წელიწადი რა ქვია თვითონ იონა ხელაშვილმა და ეხლა რომ მოვიდა თავის ძველ მასწავლებელთან ქონდა რაღაცა გული აჩქროლებული და ერთგვარად რაღაცა ღელვითაც რაღაცა ღვინოზე იყო წამოსული მაგრამ თელავში მოვიდა და სემინარიაში არ მისულიყო აზრი ქონდა და აი ესე შევიდა თავის მასწავლებელთან